ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელი სახარებისეული მონაკვეთი ჩვენ კვლავ გვახსენებს და კვლავ მოგვითხრობს იმ დამოკიდებულების შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისა ერთი მხრივ სიმდიდრისადმი და მეორე მხრივ სიგლახაკისადმი. დღევანდელ დღეს ჩვენ წავიკითხეთ ცნობილი იგავი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ლუკას სახარებაში გვხვდება ჩვენ. ეს არის მდიდარი და გლახაკი ლაზარეს იგავი. ძალიან ზოგადად თავს არ მოგახვევთ ამას, იმიტომ რომ იცით ყველამ კარგად რაზეა თხრობა, მაგრამ მაინც ზოგადად მაინც გეტყვით. რომ იყო კაცი, რომელიც ყოველდღე ქეიფობდა, ნადიმობდა, ბისონითა და პორფირით იმოსებოდა და ატარებდა ყოველდღე ესეთ ცხოვრებას. და მის სახლთან ეგდო გლახაკი, ღარიბი კაცი, ლაზარეს სახელწოდებით და ეს კაცი, ის მდიდარი, არ პატრონობდა ამას. და ერთი სული ჰქონდა ამ გლახაკ ლაზარეს, რომ იმ ნამცეცებით გაეძღო კუჭი, რომელიც იყო გადმოვარდნილი ამ დიდრის სუფრიდან, მაგრამ იმასაც არავინ არ აძლევდა. გარდაიცვალა ორივე, ლაზარე წავიდა სამოთხეში, აბრაამის წიაღში, ესე არის ნათქვამი სახარებაში, ხოლო მდიდარი წავიდა ჯოჯოხეთში. და იქ მათ შორის ხდება დიალოგი, რომელიც ცნობილია და იცით თქვენ კარგად. ესე იგი, საუბარი რაზეა? კვლავ გავიმეორებ. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ თუ ღარიბი ხარ, შენ ყველა შემთხვევაში ცხონდები. თუ მდიდარი ხარ, ყველა შემთხვევაში წახვალ ჯოჯოხეთში. ამაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, თუ როგორ იყენებ შენ სიმდიდრეს ერთი მხრივ და როგორ იტან მეორე მხრივ შენ სიგლახაკეს. თუ კი შენ წუწუნებ, არიან ადამიანები, რომლებიც ორკაბიკ შოულობენ, ანუ დიდრები არ არიან და მთელი ცხოვრება მათი არის განკითხვაში ვიღაცა მდიდარი ადამიანებისა ან მეზობლებისა, რომლებიც უფრო კარგად არიან. ეს ხონებადი გზა არ არის. აი ამაზეა საუბარი. ეს დაგლახაკებული კაცი იმიტომ კი არ ცხონდა, რომ დაგლახაკებული იყო. არამედ იმიტომ ცხონდა, რომ არავიზე არ ლაპარაკობდა ცუცს და იტანდა იმ ჯვარს, რომელიც ღმერთმა დააწესა მასზე, მოთმინებითა და მადლიერებით. და მეორე მხრივ იმას, ვისაც ბევრი ქონდა, კი, ღვთისგან ქონდა. ვერ იტყვი, რომ ეშმაკისეული იყო. აქ არ არის ნათქვამი, რომ იმ ადამიანმა მოიპარა ეს თავისი სამკვიდრებელი. არ არის საუბარი, რომ ვიღაცას წაართვა. არამედ იყო მდიდარი კაცი, ესე იწყება ეს იგავი. ესე თუ მდიდარი იყო, თავით თვითონ კი არ იშოვა, არამედ მემკვიდრეობით გადაეცა ალბათ. ანუ ეს მდგომარეობა მისი იყო ნორმალური. ესე უნდა ეცხოვრა ამას. მაგრამ იყო არა ადამიანი. იმიტომ რომ ის დაგლახაკებული, რომელიც მისი სარკია და ამას ჩვენ შევეხებით, ერთგვარად მისი ცხოვრების სარკია, იყო უპატრონოდ მიგდებული. ისე რაც უნდა გაეკეთებინა ამას, ამ დიდარს, ის რო არ გააკეთა, ამის გამო მიდის ჯოჯოხეთში და არა იმის გამო, რომ დიდი ქონება ჰქონდა. და პირიქით, სიგლახაკესთან დაკავშირებით როგორც მოგახსენეთ. მაგრამ მიუხედავად ამ განმარტებისა, რამოდენიმე მომენტი მაინც ძალიან საყურადღებოა, მე ვფიქრობ, გასამართად. პირველი საკითხი არის ეს, ისეთი, რომ აი მომხვეჭელობა ადამიანის. რატომ არის უგუნურება, მომხვეჭელობა, როდესაც ადამიანი არის შეიძლება დიდი ქონების კაცი არ არის, მაგრამ მომხვეჭელია, სულით არის ასეთი. რატოა ცოდვა ესეთი ადამიანი? აი ამ იგავის თანახმად. ეს მდიდარი ხო მომხვეჭელია, მომხვეჭელი და გაგებით, ესე ცხოვრობს, სხვა არ აინტერესებს მას. მეტი და მეტი და ყოველდღე ქეიფობს კაცი. ყოველდღე ქეიფი მე არ გამიგია, ის ქეიფიც მე იკარგება, მისი მადლი იკარგება სუფრისა, მაგრამ ეს ყოველდღე ქეიფობდა, როგორც ცნობილია ამ იგავის თანახმად.
რატოა ცოდო მომხვეჭელი კაცი შეპყრობილი ამ იდეებით, რომ მეტი და მეტი და მეტი, რატო? იმიტომ რომ აი ესეთი იგავური თქმა რო გამოვიყენოთ, აი დაუშვათ ცხრის ფარაში გავიდა მწყემსი და ცოტა ძლიერი ცხვრები ჩაგრავენ ცოტა სუსტებს. რატო ჩაგრავენ? იმიტომ რომ გონიათ რომ მათი ტერიტორია, სადაც ძოვენ ბალახს ორივე, ამ ცოტა ძლიერებს გონიათ რომ მათი სამკვიდრებელია ეს ადგილი. ისინი უთმობენ, იჩაგრებიან და მაგიტო. ესე იგი, ამ ძლიერ ცხვრებს გონიათ რომ ის საძოვარიც მათია, ანუ ის ბალახიც მათია, ის ადგილიც მათია და თვითონ საკუთარ თავს ეკუთვნიან თითქოს. ხა როგორი იუმორია ეხლა, რო შევხედოთ მწყემსის პოზიციიდან. მწყემსი უყურებს და ვერ ხვდება რატო ჩაგრავენ ეს ძლიერები ამ პატარებს. რატო? ძალა ერჩით კი ბატონო, მაგრამ აი ესენი რო ესე ფიქრობენ, აი ეს არის სასაცილო. მწყემსის პოზიციიდან რატო? იმიტომ რომ არც ბალახია ამათი, არც ტერიტორიაა ამათი, რისთვისაც იბრძვიან ისინი და არც საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. იმიტომ რომ ეს ცხვრები, რაც უფრო მოსუქებულები არიან, უფრო მეტად ვარგისიანი არის მათი ხორცი და პირველები ესენი წავლენ იქ, სადაც საჭიროა. ხო და აი ესე ცხოვრობენ თითქოს მომხვეჭელი ადამიანები. ერთმანერთს ებრძვიან, თითქოს ქონება არის მათი, თითქოს ადგილი მათი იქნება და ყველაფერი და საკუთარ თავს ეკუთვნიან. სინამდვილეში ერთადერთი 4 ფიცარი და მღვდელი წესისაგება ჭირდებათ და მორჩა. ეს ყველაფერი რაც მას ეგონა რომ მისია და იბრძოდა, სხვას ჩაგრავდა ამის გამო, სინამდვილეში აღმოჩნდება 5-ში. და ეს 5-იც არ არის ამის, იმიტომ რომ არ აჭირდება ეს 5-იც. აი ესეთი ერთგვარი სარკასტული დამოკიდებულება შეიძლება ითქვას ღვთისა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ფიქრობენ, რომ მომხვეჭელობით რაღაცა მეც მოიგროვებენ თითქოს და გლახაკებს ჩაგრავენ. ცხოვრების ურთიერთდაპირისპირებას გავს. ეს ერთი საკითხი და მეორე. აი საყურადღებო ამ იგავში არის ის მომენტი, რომ მდიდარს არ ეწოდება სახელწოდება არა აქვს. მდიდარი კაცი. ლაზარე ცნობილია, სახელდებით არის ცნობილი, მაგრამ იმის მდიდრისა არა. რატო ბიბლიაში რატო არ არის ესეთი მდგომარეობა, რომ მდიდარსაც დაარქვი რაღაც სახელი, თუ გასარკვევი იყოს. ზოგადად წმინდა წერილში თუ კი არ არის ნახსენები რომელიმე ადამიანის სახელი და მაცხოვარი არ მიმართავს სახელწოდებით, ეს ნიშნავს, რომ ღვთის თვალში ის ადამიანი არის ძალიან დაბლა მდგომი შეიძლება იყოს, შეურაცხმყოფელი ღვთისგან. აი პირიქით რო ვთქვათ, გახსოვთ თქვენ ძველ აღთქმაში, როდესაც ღმერთი ეცხადება რომელიმე წინასწარმეტყველს, ყოველთვის ესე ეუბნება, რომ მე ვარ შენი წინაპრების ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და იაკობისა. აი ამ სამ სახელს ჩამოთვლის ხოლმე ღმერთი. ესე იგი, ეს სახელები მისთვის, ღმერთისთვის არის ძალიან დიდი სახელები. ხო შეიძლება ეთქვა ღმერთს, რომ მე შენი წინაპრების ღმერთი ვარ, ზოგადად წინაპრებისა. ამით არ სრულდება ღმერთის საუბარი, არამედ ურთავს მე ვარ მამა შენის, მამა თქვენების ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა. ესე იგი, სახელწოდებით მიმართვა ღვთისგან ადამიანისადმი. ეს არის დიდი პატივი. აი სწორედ უპატივცემლობა რო არის მაცხოვრისა ამ დიდრისადმი, ანუ თავიდანვე რო გარკვეულია, რომ ეს არის პერსონაჟი იგავისა, უკეთურების მომცველი კაცი. არ არის კარგი ადამიანი და ამიტომაც სახელი არ გამოუნახა მაცხოვარმა მას. აი თუნდაც ავიღოთ ფსალმუნში, არის ესეთი სიტყვები, არ მოვიხსენებ თქვენ სახელებს უკუნისამდე. ან მაგალითად ჰეროდესთან გზავნის მაცხოვარი ადამიანებს და ამბობს,
უთხარით იმ მელას ჰეროდესია საუბარი, ჰეროდეს უთხარით კი არა, იმ მელას უთხარით, ესე იგი უპატივცემლობის გამოხატულებაა. სხვა საკითხია, განმარტება სხვა აქვს, მაგრამ ვამბობ, რომ უსახელოდ მიმართავს. ან პირიქით დაუშვათ, როცა სადიდებელია ღვთისა, აი ესეთ რამეს ამბობს. როდესაც მოციქულები მივიდნენ მაცხოვართან და ამბობენ, რომ ჩვენ უკეთური ძალებით გემორჩილებიანო, მაშინ მაცხოვარი ამბობს, რომ უკეთური ძალები რო გემორჩილებათ, ეს კი არ არის სასიხარულო. არამედ თქვენი სახელები რომ არის ზეციურ წიგნში აღწერილი. აი ეს არის სასიხარულო. ესე იგი, სახელდება არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიბლიური თხრობისათვის. და კიდევ გავიმეორებ, რომ რადგანაც ამ იგავის თანახმად ჩვენ მდიდრის სახელს ვერ პოულობთ, არამედ იყო ვინმე მდიდარი კაცი, ზოგადად. მაშინ ეს არის თავიდანვე უკეთური, ნეგატიური შეიძლება ითქვას პერსონაჟი, ვისაც არ უნდა მიბაძოთო მაცხოვარი ამბობს, რომელიც არასწორი კაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არა იმის გამო, რომ ვიღაცაზე მეტი ორი კაპიკი აქვს, არამედ იმიტომ, რომ არაადამიანურად ცხოვრობს იგი. და აქვე შეიძლება ითქვას ესეთი რამ, რომ რაც არის დაგლახაკებული ლაზარე გარეგნულად, ის არის შინაგანად მდიდარი კაცი. ჩვენ ვთქვით, რომ მისი ანარეკლია, ლაზარე მდიდრის ანარეკლია, სარკია მისი. გახსოვთ ესეთი ნაწარმოებია დორიან გრეის პორტრეტი ოსკარ უაილდისა. საინტერესო ნაწარმოებია, წაიკითხეთ თუ არა გაქვთ საკითხული. ძალიან ახლა რაღაცა გადასარევი არ არის, მაგრამ კარგია, საბავშვოც არის და გასაგებიც არის. დორიან გრეის პორტრეტი ნაწარმოები ოსკარ უაილდისა, თვითონ ავტორი გაუკმართებული კაცი იყო სამწუხაროდ, მამათმავალი იყო. მაგრამ თვითონ ეს ნაწარმოები არის ძალიან გენიალური იმ კუთხით, რომ წარმოაჩენს ადამიანის შინაგანობას. ეს საუბარი რაზეა ამ დორიან გრეის პორტრეტში, ამ ნაწარმოებში, ამ ლიტერატურის ერთ-ერთ გამოთქმაში. არის ესეთი მდიდარი კაცი, ახალგაზრდა კაცი, დაახლოებით 30 წლამდე. მდიდარი კაცია და მიეცა გარყვნილებას, ყველანაირ გარყვნილებას, ცოლებს ართმევს თავის მეგობრებს. ისეთ მრუშობაშია ჩავარდნილი ეს კაცი, რომ არანაირი ზღვარი არ აქვს მის გართობას. და ვიღაცამ დაუხატა თავისი პორტრეტი. ლამაზი პიროვნება თვითონ ხორციელად ლამაზი კაცია. დაუხატეს პორტრეტი და ამან გადაიხადა დიდძალი ფული, დიდი ფულის პატრონია, როგორც ვთქვით, დიდი სახლი აქვს და ხედავს ჩამოკიდა თავის ოთახში და ხედავს, რომ ეს პორტრეტი ბერდება. ვერ გაიგებს რაშია საქმე და თურმე საქმე იმაშია, რომ ამან სული რომ მიყიდა ეშმაკს თავისი ამ აღვირახსნილობით, მისი ცოდვები აირეკლება ამ პორტრეტზე და თვითონ ჯამრთელი და როგორიც იყო ისეთი გარეგნობა ხრჩება მასში. ჩამოკიდებს სხვა ოთახში, გადამალავს ამ პორტრეტს ეს კაცი, ჩამოაფარებს ყველაფერს, რომ არავინ არ დაინახოს ეგ. და აგრძელებს თავის ცხოვრებას. გავაწყლები. ეს კაცი ისევ ისეთი ახალგაზრდა რჩება. მაგრამ ბოლოს რო შეხედავს ამ პორტრეტს თავისას, არის მახინჯი, დაბერებული მახინჯი კაცი. და რის თქმა გვინდა ამით, რომ მისი ცოდვები გადავიდა ამ პორტრეტზე, ამიტომაც ეწოდება დორიან გრეის პორტრეტი. მთლიან გადავიდა ამ ნახაზი ამ პორტრეტზე და მისი ანარეკლია ფაქტობრივად, როგორც ამ დიდრის ანარეკლია ეს კაცი, ეს დაგლახაკებული ადამიანი. ესე გარეგნულად ის დაწლულებული ლაზარე არის თურმე ამ მდიდარი კაცის პორტრეტი თუ გნებავთ, რომელიც ბერდება, რომელიც მახინჯდება. სულიერად ლამაზია ის ლაზარე, მაგრამ გარეგნულად ხო მახინჯია ეს კაცი. აი რა სიმახინჯეც აქვს ამ ლაზარეს გარეგნული. ის სიმახინჯი აქვს სინამდვილეში მდიდარს. ოღონდ
დიდრულად იმოსება, ის ლამაზი კაცია შეიძლება ის მდიდარი. მაგრამ მთელი ეს უკეთურება, მისი ანარეკლი, მისი სარკე არის ეს ლაზარე. დააგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა გული გონიერი. გაიხარეთ.